გესალმებით ყველას. მინდა დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გესაუბროთ, რადგან დროა დავუბრუნდეთ საკუთარ ფესვებს და გამოხატვის თავისუფლებას Facebook-სა და Instagram-ზე. სოციალური მედიის შექმნა იმ მიზნით დავიწყე, რომ ხალხისთვის ხმა მიმინიჭებინა. 5 წლის წინ ჯორჯთაუნში სიტყვით გამოვედი და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე ვისაუბრე. მე ამის დღესაც მწამს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა. ვრცელი დებატები მიმდინარეობდა იმპოტენციური ზიანის თაობაზე, რომელსაც ონლაინ კონტენტი იწვევს. მთავრობამ და მემკვიდრეობითმა მედიამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ცენზურის გავრცელებას. ეს პირწმინდად პოლიტიკური საკითხია, მაგრამ გარდა ამისა, აქ ძალზე ბევრი რამ იყო: ნარკოტიკები, ტერორიზმი, ბავშვთა ექსპლუატაცია. ამ საკითხებს ჩვენ ძალზე სერიოზულად ვუყურებდით და გვინდოდა დარწმუნებულნი ყოფილიყავით, რომ პასუხისმგებლობებს თავს ვართმევდით. ასე რომ ჩვენ კონტენტის გასაკონტროლებლად მოდერაციის კომპლექსური სისტემა შევქმნით. მაგრამ კომპლექსური სისტემის პრობლემა სწორედ ის არის, რომ იგი შეცდომებს უშვებს. პოსტების 1%-ის შემთხვევითი წაშლის პირობებშიც კი ცენზურა მილიონობით ადამიანს შეეხება. ასე რომ ჩვენ მივახციეთ წერტილს, სადაც ძალიან ბევრი შეცდომა და ძალიან ბევრი ცენზურა დაგროვდა. უახლესი არჩევნებიც, როგორც ჩანს, კულტურულად გარდამტეხი მომენტია და იგი პრიორიტეტს სიტყვის თავისუფლებას ანიჭებს. ასე რომ ჩვენ ვუბრუნდებით საკუთარ ფესვებს. ვიმუშავებთ შეცდომების შესამცირებლად, ჩვენი პოლიტიკის გასამარტივებლად და ჩვენს პლატფორმებზე სიტყვის თავისუფლების აღსადგენად. უფრო კონკრეტულად, აი რას ვაპირებთ. ჩვენ ვაუქმებთ ფაქტების გადამოწმების პროგრამას და მას X-ის მსგავსი საზოგადოებრივი შენიშვნების სისტემით ჩავანაცვლებთ. 2016 წელს ტრამპის არჩევის შემდეგ მეინსტრიმ მედია განუწყვეტლივ წერდა იმაზე, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა დეზინფორმაცია დემოკრატიისთვის. ჩვენ ვეცადეთ ამ დამოკიდებულების გათვალისწინება, საკუთარი თავის სიმართლის არბიტრად გამოცხადების გარეშე. მაგრამ ფაქტების გადამოწმების პროგრამა ზედმეტად პოლიტიკური გახდა და ის უფრო მეტად ანგრევს სიმართლეს, ვიდრე ქმნის მას, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოებრივი შენიშვნების პროგრამაზე. მეორე, ჩვენ გავამარტივებთ არსებულ პოლიტიკას და გავაუქმებთ თელ რიგ შეზღუდვებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა იმიგრაცია და გენდერი, რასაც მეინსტრიმ მედია უბრალოდ არ ეხება. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას უფრო მეტი ინკლუზიურობისთვის, რადგან ეს ტერმინი ბოლო პერიოდში ხალხის გასაჩუმებლად და განსხვავებული იდეების ასაკრძალად გამოიყენება. ასე რომ მინდა დარწმუნებული ვიყო, ჩვენს პლატფორმებზე ადამიანებს ექნებათ საკუთარი რწმენა წარმოდგენებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. მესამე, ჩვენ ვცვლით საკუთარი პოლიტიკის აღსრულების გზებს. ჩვენ შევამცირებთ იმ შეცდომებს, რომლებიც საკუთარ პლატფორმებზე პოსტების აბსოლუტურ უმრავლესობას შლის. გამოვიყენებთ ფილტრებს, რომლებიც დაადგენს ჩვენი პოლიტიკის ნებისმიერ დარღვევას. ეს ფილტრები ფოკუსირებული იქნება მაღალი დონის არაკანონიერ დარღვევებზე. დაბალი დონის დარღვევების შემთხვევაში კი აუცილებლად გავცემთ გაფრთხილებას, ვიდრე მოქმედებაზე გადავალთ. პრობლემა ისაა, რომ ფილტრებიც უშვებენ შეცდომებს და ზოგჯერ ისინიც შლიან იმ შინაარსის პოსტებს, რომლებიც არ უნდა წაეშალოს. მაგრამ მათი გაუმჯობესებით ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ ცენზურის რაოდენობას საკუთარ პლატფორმებზე. ჩვენ ასევე ვაპირებთ კონტენტის ფილტრების დახვეწას, რათა კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა შევიცინოთ, ვიდრე პოსტების წაშლას გადავწყვეტ. რეალობა ის არის, რომ ეს კომპრომისია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ დაუშვებთ ნაკლებად საზიანო კონტენტს, არამედ შევამცირებთ იმ უდანაშაულო ადამიანების პოსტებისა და ანგარიშების რაოდენობასაც, რომლებიც შემთხვევით წავშალეთ. მეოთხე, ჩვენ ვაბრუნებთ სამოქალაქო კონტენტს საკუთარ პლატფორმებზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებამ მოითხოვა შეგვეზღუდა პოლიტიკური შინაარსის პოსტები, რადგან ეს სტრესს იწვევდა. ასე რომ ჩვენ შევწყვიტეთ ასეთი პოსტებისთვის რეკომენდაციების გაწევა. მაგრამ ახლა ახალ ეპოქაში შევდივართ და საზოგადოებამ ისევ მოითხოვა ამ შინაარსის პოსტების დაბრუნება. ასე რომ ჩვენ ეტაპობრივად დავაბრუნებთ ამ ყველაფერს Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე და ვეცდებით საზოგადოების მეგობრული და პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ. მეხუთე, ჩვენი ნდობის, უსაფრთხოებისა და შინაარსის მოდერაციის გუნდი კალიფორნიიდან გადაგვყავს. ამერიკის კონტენტის მიმოხილვის გუნდი ტეხასში დაფუძნდება. ვინაიდან გვსურს ხელი შევუწყოთ გამოხატვის თავისუფლებას, ვფიქრობთ ჩვენი ოფისების ისეთ ადგილებში განთავსება, სადაც ნაკლები წუხილია ჩვენი გუნდის მიკერძოებულობის გამო, სამუშაოს შესრულებაში ხელშეგვიწყობს. და ბოლოს ჩვენ ვიმუშავებთ პრეზიდენტ ტრამპთან, რათა უკან დავახევინოთ იმ მთავრობებს, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს დევნიან და ხელს უწყობენ ცენზურას. ამერიკას აქვს თავისუფალი სიტყვის დაცვის ყველაზე დიდი კონსტიტუცია. ევროპაში მუდმივად იზრდება იმ კანონების რაოდენობა, რომლებიც ცენზურის ინსტიტუტს ქმნიან და ინოვაციების შექმნას ართულებენ. ლათინური ამერიკის ქვეყნებს საიდუმლო სასამართლოებიც კი აქვთ, რომლებსაც შეუძლიათ კომპანიებს ჩუმად გააკეთებინონ საქმე. ჩინეთსაც აქვს ცენზურის აპლიკაცია, რომელიც ქვეყანაში მუშაობს. ერთადერთი გზა, რომლითაც ამ სოფლიო ტრენდის წინააღმდეგ შეგვიძლია ვიბრძოლოთ, ამერიკის მთავრობის გვერდით დგომაა. აი რატომ იყო ყველაფერი ასეთი რთული ბოლო 4 წლის განმავლობაში. ამერიკის მთავრობაც კი მხარს უჭერდა ცენზურას. ჩვენი და სხვა ამერიკული კომპანიების დევნით მან გაათამამა სხვა მთავრობები, რათა კიდევ უფრო შორს წასულიყვნენ. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აღვადგინოთ გამოხატვის თავისუფლება და მე მიხარია, რომ ამ შესაძლებლობას ვიყენებ. ყველაფრის გამოსწორება გარკვეულ დროს საჭიროებს. ჩვენ კომპლექსური სისტემები გვაქვს და ისინი ვერ
არასდროს იქნებიან სრულყოფილები. არსებობს კიდევ ბევრი რაღაც, რის მოსაშორებლადაც უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ მთავარია, რომ კონტენტის მოდერაციაზე რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ დრო გამოვასწოროთ საკუთარი შეცდომები, გავამარტივოთ ჩვენი სისტემა, დაუბრუნდეთ საკუთარ ფესვებს და ადამიანებს მათი ხმა მივცეთ. მე მოუთმენლად ველოდები ახალ ეტაპს. დარჩით ჩვენთან და კიდევ უფრო მეტს დაელოდეთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.